ვიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო რაღაც პროვოკაციით, რასაც გვიწყობს ქალაქის ეგრეთ წოდებული მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ 7 საათზე ვითომს და ნაძვისხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაცია არის, რამე თუ 2 კვირა არის უკვე უწყვეტლივ, რომ იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი და ხვალ რადგანაც იმართება პარლამენტში პაროდია, რომელზედაც მეც მოგახსენებთ, იმ დღეს უთუოდ იქნება ასევე ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების სწორედ ხვალ, სწორედ 7 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ, ყველას ძალიან კარგად გვესმის ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თვით ექიმები ამბობენ, რომ უკვე რუსთაველზე შენობების ფასადები უკვე გაზით არის განჟღენთილი, ხეებიც და ალბათ სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა. მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ ეს მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ეს პროტესტი, რაც გაშლილი არის დღეს ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც იქნება და იქნება, არის ძალიან მშვიდობიანი და თვითონ მოახერხებენ ალბათ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას. მაგრამ მე მინდა მაინც უთხრა ქალაქის მერს, რომ თუ პროვოკაცია ეს არ არის, რაღა ხვალ მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივი არის, გადაიტანოს და მე ვთავაზობ აქა ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ვითომც ბავშვებისთვის სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისგებლობა ცხადია მთლიანად და მხოლოდ მასზე, პირადად მასზე იქნება. მეორე პროვოკაცია არის ხვალ რაც ხდება პარლამენტში. პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ უფრო პაროდია, რადგან ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მოკლებული არის მთლიანად ლეგიტიმაციას მოკლებული, არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური, ეს მოყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ამიტომ ამაზე დიდხანს არც დიდი ანალიზი არ ჭირდება, არც დიდხანს გაჩერება ამ თემაზე. ყველაფერი არის პაროდია, თუნდაც დღეს რაც ხდება, რომ ოცნებიდან გადის ხალხის ძალა, მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს თუ არ ნიშნავენ. მოკლედ, ეს უკვე აღარ არის არაფერი კავშირი აღარ აქვს ამას, რამე პოლიტიკურ პროცესთან და ეს არის ყველაზე სამწუხარო, იმიტომ რომ გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად. და ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხყოფელი და ამითი ერთგვარად არის ასევე პროვოცირება ხალხის რეაქციების, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ ასე მოეპყრო დამოუკიდებელ ქვეყნის ინსტიტუტებს, თუნდაც პარლამენტს პირველ რიგში და ყველა სხვა ინსტიტუტებს და ეს არის ალბათ მიუღებელი. მაგრამ ჩვენ ამაზე არ შევჩერდეთ და ეს არის დღევანდელი ჩემი მოწოდება, რომ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, პაროდია იმათ დარჩებათ და თავარი ხდება სხვაგან. თავარი ხდება დღეს ჩვენ ქუჩებში, ჩვენ ქალაქებში, თავარი ხდება ის, რომ ყოველ დღე გამოდის კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი, მეტი და მეტი პიროვნება, რომელიც თავის საკუთარ პროტესტს ახორციელებს ამ გამოსვლებით, ან პეტიციებით, ან სიტყვით, ან მარშით, ეს უკვე
ამან მოიცვა მთელი ქვეყანა, ვნახეთ რომ პრაქტიკულად ყველა ქალაქში პატარა თუ დიდი იყო ერთგვარი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, ყველა თაობა და ვხედავთ რომ ჩვენი უმფროსი მეგობრები არიან ზოგჯერ სათავეში ამ პროტესტის და გვაჩვენებენ გზას, ყველა პროფესია და დღეს იყო ძალიან საინტერესო მაგალითი ამისი თუ როგორ გამოდიან მართლა წარმომადგენლები სხვადასხვა ამ ქვეყნის საზოგადოებრივი სხვადასხვა სეგმენტების და როგორ ყველა თავისი კუთხით და თავისი ხმით ახორციელებს ამ პროტესტს და ახმოვანებს ამ პროტესტს. ეს ამ პროტესტმა მოიცვა ასევე ჩვენი დიასპორა, ძალიან ბევრ ქალაქებში უცხოეთში ასევე იყო გამოსვლები. მოიცვა საჯარო სექტორი, რაც ძალიან უჩვეულო არის ჩვენი ქვეყნისთვის, აქამდე ძალიან ერიდებოდა საჯარო სექტორს, ამან გამოიწვია უმკაცრესი კანონის ცვლილება დღეს, საჩქაროდ აჩქარებული პროცესით მიიღეს ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკულად არის საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი და ასე შემდეგ აგრძელებენ, მაგრამ ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, არც ინტიმიდაცია, არც ყველა ეს ზომები, ხერხები, რომელიც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველო დგას და იდგება. შეიკრა სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა ამოიღო, არსებობდა ალბათ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ დღეს შეიკრა, შედგა. ასევე ევროპული საქართველოს იდეამ გაერთიანა ერი და შედგა ეროვნული თანხმობა. ის, რასაც ვხედავთ ქუჩებში, ის სოლიდარობა, ის სიყვარული, ის სითფო, ის მოთფინება, ის მშვიდობიანი გამოხატულება ამ ერთიანი ეროვნული განცდის არის ის, რაც საქართველოს ჭირდებოდა. და ეს არის ის იდეა, რომელიც რეალობად იქცევა. ერთი რამე აკლია და ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც არსებობს, როცა ამბობენ, რომ არ ვიცით რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთ რამისთვის, იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. და რატომ? იმიტომ, რომ სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს. სხვა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში უნდა რამე ფორმით, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან გამარჯვებულები, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის არჩევნების გზა. სამართლიანობის და სამართალი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რამე პოლიტიკური პროცესები. მე ვარ ამისთვის აქა, სხვათა შორის არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ, სულ ამას მეკითხებიან, აქა ვარ და აქ ვიქნები. და აქ ვარ და აქ ვიქნები, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად ჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია და მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი შიგნით. როგორც კი დადგება დრო, როცა ვისაც დღეს გონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის თუ არა არჩევნების, მე აქ ვარ და აქ ვიქნები,
იმისთვის, რომ დავჯდეთ და ვიფიქროთ თუ როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები, იმისთვის, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი. ეს არის ერთადერთი გზა და ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქა თქვენზე ფიქრობს და თქვენთვის ამზადებს მომავალს.